ჰედი გრინი იყო ერთ-ერთი ყველაზე უცნაური პიროვნება, რომელიც ამერიკული ბიზნესის ცხოვრებაში გამოჩნდა მოოქროვილი ხანის ზენიტში. მიუხედავად იმისა, რომ ჰედი გრინი იყო ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი შეერთებულ შტატებში, მას ჰქონდა უზარმაზარი ძუმწის რეპუტაცია და მოგვიანებით მას უოლ-სტრიტის ჯადოქრადაც კი მოიხსენიებდნენ. აქ ჩვენ განვიხილავთ ჰედი გრინის ცხოვრებასა და ისტორიას, მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, თუ მოგწონთ ასეთი შინაარსი, გამოიწერეთ არხი. ჰენრიეტა ჰოულენდ რობინსონი დაიბადა 1824 წლის 21 ნოემბერს მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ნიუ-ბედფორდში, მშობლების ედვარდ მოდ რობინსონისა და ები ჰოულენდის ოჯახში. ის ძალიან შეძლებული ოჯახიდან იყო და მისი ოჯახი მართავდა ყველაზე დიდ ვეშაპჭერ ფლოტს ამ რეგიონში. ასევე მონაწილეობდნენ აშეთეშოს ვაჭრობაში ჩინეთთან. იმ დროს, როდესაც ამერიკის ვაჭრობა აზიურ ქვეყანასთან მკაცრად იყო დაცული და მხოლოდ შეზღუდულ ადამიანებს ჰქონდათ მასში მონაწილეობის უფლება, ბავშვობიდანვე ბიზნესმენებით იყო გარშემორტყმული და მალე თავადაც ჩაერთო ამ საქმიანობაში. ბავშვობაში მან დაიწყო საფონდო ანგარიშებისა და ფინანსური გაზეთების კითხვა და 14 წლის ასაკში უკვე ოჯახის ბიზნესში ბუღალტრად მუშაობდა. ბავშვობიდანვე მასში დანერგეს ეკონომიურობა და ფულის გამომუშავებისადმი ინტერესი. ერთხელ ჰენრიეტამ ჟურნალისტს უთხრა: „მამაჩემმა მითხრა, არასოდეს მისცე ვინმე სრამე, თუნდაც სიგეთე." ჰენრიეტამ, რომელმაც ბავშვობაში შეიძინა შემოკლებული სახელი ჰედი, თავისი პირველი ქონება არ გამოიმუშავა. როცა დედამისი 1860 წელს გარდაიცვალა, ჰედი მხოლოდ 25 წლის იყო. მან თავისი ქონების უმეტესობა ქმარს დაუტოვა, მაგრამ ჰენრიეტამ მიიღო სახლი, რომლის ღირებულებაც დღესდღეობით $4 მილიონ მეტია. ამის შემდეგ მისმა მამამ გაამრავალფეროვნა საოჯახო ბიზნესი. ინვესტიცია ჩადო ნიუ-იორკის საზღვაო კომპანიებში და შეიძინა სახელმწიფო ობლიგაციები, რომლებიც ყოველწლიურად წარმოუდგენლად მომგებიან 6%-იან სარგებელს იძლეოდა. ქვეყანამ ახლახან გადაიტანა ამერიკის სამოქალაქო ომი და ეკონომიკის აღდგენაში დიდი ფულის გაკეთება შეიძლებოდა. ჰედის მამას იმ პერიოდში საქმე ძალიან კარგად წაუვიდა. როცა ის გარდაიცვალა 1865 წელს, მეუღლის სიკვდილიდან 5 წლის შემდეგ, ჰედის $6 მილიონი დაუტოვა, რაც დღეს $100 მილიონზე მეტ შეადგენს. ზუსტად იმავე პერიოდში ჰედის დეიდაც გარდაიცვალა და თავის დიშვილს $2 მილიონიანი ქონება დაუტოვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონებები რამდენიმე წლის განმავლობაში გახანგრძლივებული სასამართლო დავების საგანი გახდა, ჰედიმ ასობით $1000-იც მიიღო ნაღდი ფულით და ამ ყველაფერმა ჰედი ძალიან მდიდარ ქალად აქცია. მისი გადაწყვეტილება თავად ემართა საკუთარი ფინანსები, კარგად გამოჩნდა მის ქორწინების შეთანხმებაში. 1860-იანი წლების დასაწყისში მაინც გაიცნო და ურთიერთობა დაიწყო ედვარდ ჰენრი გრინთან, ბოსტონელ ბიზნესმენთან, რომლის ფინანსური საქმიანობაც ასევე დაკავშირებული იყო ჩინეთის ვაჭრობასთან. ის თავადაც მილიონერი იყო, ამიტომ როდესაც ის და ჰედი 1867 წელს დაქორწინდნენ, ჰედიმ დაჟინებით მოითხოვა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ედვარდს არ ექნებოდა არანაირი უფლება მის ფულსა და ქონებაზე. მათ შემდეგ ორი შვილი შეეძინათ: ედვარდი, რომელიც 1868 წელს დაიბადა, და ჰარიეტი, რომელსაც სილვია ეწოდებოდა, 1871 წელს დაიბადა. ორივე ლონდონში დაიბადა, სადაც წყვილი 1860-იან წლების ბოლოსა და 1870-იანი წლების დასაწყისში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ჰედი და ედვარდი საბოლოოდ 1880-იანი წლების შუა პერიოდში დაშორდნენ, თუმცა ისინი დაქორწინებულებად დარჩნენ და მოგვიანებით ნაწილობრივ შერიგდნენ. მათი დაშორების მიზეზი იყო ის, რომ ედვარდი ფინანსურ პრობლემებში აღმოჩნდა, მას შემდეგ რაც ისინი 1873 წელს შეერთებულ შტატებში დაბრუნდნენ. რამდენიმე შემთხვევაში ჰედი მას ფული მისცა, რათა ფინანსური პრობლემებიდან დაეხსნა. მაგრამ იმ დროისთვის მას უკვე საკმარისზე მეტი ჰქონდა, რადგან ჰედი გრინი გახდა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ინვესტორი ამერიკის სწრაფად მზარდ ფინანსურ დედაქალაქში, გილდიის ეპოქაში. უოლ-სტრიტი, მანჰეტენის კუნძულზე, ნიუ-იორკში. ჰედი გამოჩნდა ამერიკის ბიზნეს სამყაროში, ეგრეთ წოდებული მოოქროვილ ეპოქაში. ეს იყო გლობალიზაციის პირველი ეპოქა, რადგან რკინიგზის, ელექტროენერგიის, ტელეგრაფისა და ტელეფონის გავრცელებამ მსოფლიოს უზარმაზარი ნაწილები გახსნა.
როდესაც ეს მოხდა, თან ერთოდა ინდუსტრიული გაფართოება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, გერმანია და რუსეთი, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში უზარმაზარი ეკონომიკური ბუმი დაიწყო. შედეგად შექმნილმა სიმდიდრემ და მდიდარი ბიზნესმენებისა და ინდუსტრიალისტების ახალი არისტოკრატიის წარმოშობამ 1870-დან 1900-იან წლებამდე პერიოდი ამერიკაში მოოქროვილ ეპოქად აქცია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოების ღარიბი ფენებისთვის ეს პერიოდი უკიდურესი სიღარიბისა და საშინელი სამუშაო პირობების დრო იყო. ამერიკაში მოოქროვილი ეპოქის პერიოდში უოლ-სტრიტი ნიუ-იორკისა და მთლიანად ქვეყნის ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბდა. ეს ქუჩა, რომლის სახელიც წარმოიშვა იმ ფაქტიდან, რომ ნიუ-იორკის ქალაქის ჩრდილოეთის კედელი მის გასწვრივ გადიოდა, ამ რეგიონმა მე-18 საუკუნის ბოლოს დაიწყო აშენსეშის ფინანსურ დედაქალაქად ქცევა მე-19 საუკუნის დასაწყისში, მას შემდეგ რაც ერიე კანალი 1821 წელს დასრულდა. კანალმა დააკავშირა დიდი ტბები ნიუ-იორკის ქალაქთან, რის შედეგადაც ჩიკაგო და სხვა დასახლებები ტბების გასწვრივ მე-19 საუკუნის შუა პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ნიუ-იორკი ახლა გახდა შესასვლელი წერტილი ატლანტიკისა და სწრაფად განვითარებადი დიდი ტბების რეგიონის საზღვაო მიმოსვლისთვის. ამიტომ ფინანსურმა ინტერესებმა დაიწყეს უძრავი ქონების შეძენა უოლ-სტრიტის მასშტაბით და მალე ის აღმოსავლეთ სანაპიროს ფინანსურ ცენტრად იქცა. 1860-იან და 1870-იან წლებში მაღალი გავლენის მქონე კომპანიებმა და ბიზნესმენებმა, როგორიცაა JP Morgan-ი, John D. Rockefeller-ი, ამერიკული თამბაქოს კომპანია, General Electric-ი და Charles Dow, სხვებთან ერთად აქ დააფუძნეს თავიანთი ბიზნეს ინტერესები. შედეგად, უოლ-სტრიტი შევიდა იმ პერიოდში, როდესაც მისი სახელის უბრალო ხსენებაც კი ამერიკულ ფინანსებსა და ბიზნესზე საუბრის სინონიმი გახდა. ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა 1899 წელს, როდესაც Wall Street ჟურნალი გავრცელებაში შევიდა, როგორც საფონდო ანგარიშებისა და ფინანსების მთავარი გაზეთი. ეს იყო ის Wall Street-ი, სადაც ჰედი გრინმა მე-19 საუკუნის ბოლო მეოთხედში თავისი არსებობა იგრძნობინა. მაშინაც კი, როცა გრინები ლონდონში ცხოვრობდნენ, ჰედი უკვე იწყებდა ინვესტიციებს ამერიკულ ობლიგაციებში, რომლებითაც Wall Street-ზე ვაჭრობდნენ. თავდაპირველად მან დააბანდა ის პროცენტები, რომელიც მამისგან მიღებული ქონებიდან დაუგროვდა რკინიგზის ობლიგაციებში, იმ დროს, როცა ქვეყანა სწრაფად ერთდებოდა სარკინიგზო ხაზებით. მან ასევე დიდი რაოდენობით გრინბეკები შეიძინა. ეს იყო საგანგებო ფული, რომელიც კავშირის მთავრობამ დიდი რაოდენობით დაბეჭდა 1871-დან 1875 წლამდე, რათა დაეფარა სამოქალაქო ომით სამხრეთის კონფედერაციასთან გამოწვეული უზარმაზარი ხარჯები. ამ გრინბეკ დოლარებმა შემდგომ წლებში ხირებულება დაკარგა, მაგრამ ჰედი კვლავ დიდ რაოდენობაში ინახავდა მათ. ის დიდად დაჯილდოვდა 1875 წელს, როდესაც ამ ბანკნოტებთან დაკავშირებული კრიზისის საპასუხოდ პრეზიდენტ ულისეს სამ გრანტის ადმინისტრაციამ გრინბეკები ოქროთი უზრუნოყო. ბანკნოტების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა და ჰედიმ სოლიდური მოგება მიიღო. ეს ყველაფერი მისი ფართო საინვესტიციო ფილოსოფიის ნაწილი იყო. იყიდო მაშინ, როცა რამე იაფია და არავის უნდა და შეინახო მანამ, სანამ მისი ფასი არ გაიზრდება და ხალხი არ გაგიჟდება მის შესაძენად. წლების განმავლობაში მისი ქონება 10 მილიონებს მიაღწია და საბოლოოდ ნიუ-იორკის მუნიციპალური მთავრობისთვის ერთ-ერთ მთავარ სესხის გამცემად იქცა. როდესაც მოოქროვილი ეპოქა დასრულდა და სერიოზულმა ეკონომიკურმა პრობლემებმა ამერიკის ეკონომიკა 1890-იან და 1900-იან წლებში მოიცვა. ერთ დროს მიიჩნეოდა, რომ ის იყო ნიუ-იორკში ყველაზე დიდი კერძო სესხის გამცემი. ამ დროისთვის კი მას უკვე უოლ-სტრიტის დედოფალს ეძახდნენ. თუმცა ჰედი გრინს კიდევ ერთი ნაკლებად სასიამოვნო სახელი ჰქონდა. ბევრისთვის მას უოლ-სტრიტის ალქაჯს ეძახდნენ. ეს სახელი მან თავისი ცნობილი სიძუნძის გამო მიიღო, მიუხედავად უზარმაზარი ქონებისა და პირადი ჰიგიენის უგულებელყოფისა. პირველ რიგში ის თითქმის მოხეტიალე ცხოვრებას ეწეოდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ოფისი ჰქონდა ქემიკალ ბანკში ბროდვეიზე, უოლ-სტრიტთან ახლოს, მას მაინც არ ჰქონდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და სხვადასხვა სასტუმროებს, პანსიონებსა და ნაქირავე ბინებს შორის გადაადგილდებოდა.
ამას თითქოს და ის მიზეზი ჰქონდა, რომ ნიუ-იორკში სახლის ყიდვა არ სურდა, რადგან ქალაქის ქონების გადასახადის გადახდა მოუწევდა, თუმცა საცხოვრებელს ასევე ცვლიდა, რათა გადასახადების ამკრეფებს ასცდენოდა. მისი სიძუნწე იმდენად შორს მიდიოდა, რომ გადასახადებსაც კი არ ეხდიდა. გარდა ამისა, ჰედ იმდენად ძუნწი იყო, რომ ამბობენ, არასოდეს იყენებდა ცხელ წყალს და ზამთარში გათბობასაც არ თავდა. ამბობენ, რომ ხელებსაც არ იბანდა და ამის გამო მისი ფრჩხილები ყოველთვის ბინძური და ქერქიანი ჰქონდა. გარდა ამისა, ბევრს უთქვამს, რომ ჰედ იყარდა, განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში. ამბობდნენ, რომ მისი სუნი იმდენად აუტანელი იყო, რომ მასთან ერთად ოფისში მომუშავეები მაქსიმალურად შორს იდგნენ. ის ექიმთან წასვლასაც კი არიდებდა თავს და 20 წლიანი მტკივნეული თიაქრის შემდეგაც კი ამჯობინა ფულის დაზოგვა. შემდეგ მას სხვა გზა აღარ დარჩა და იძულებული გახდა ოპერაცია გაეგეთებინა. მისი უზარმაზარი სიმდიდრის მიუხედავად, ის გაბრაზდა გადასახადის გამო და ცდილობდა გადახადდას თავი აერიდებინა. არსებობს უამრავი ისტორია მისი ცნობილი სიძუნწის შესახებ, თუმცა ზოგიერთი შეიძლება უბრალოდ ზღაპარი იყოს. წამოედგათ, რომ ის ყოველდღე ერთსა და იმავე შავ კაბას ატარებდა და ატარებდა მანამ, სანამ ის იმდენად არ გაცვდებოდა, რომ მთლიანად დაიხეოდა და ჭუჭკისგან მწვანედ იქცეოდა. და მხოლოდ ამის შემდეგ იღიდა კიდევ ერთ უბრალო შავ კაბას. სხვა ამბავი ამტკიცებს, რომ ერთხელ მან საათები გაატარა ეტლში, ქექვაში, სადაც დაკარგულ მარკას ეძებდა. ის 2 ცენტი ღირდა. ეს მარკის ამბავი შეიძლება სიმართლე არ იყოს, მაგრამ მისი რეპუტაციიდან გამომდინარე ბოლომდე დარწმუნებული ვერ იქნები. თუმცა ეჯვი არ არის, რომ გრინი მართლაც ყოველდღიურად ატარებდა შავ კაბას, ალბათ ნაწილობრივ მისი კვაკერული, რელიგიური აღზრდის და ასევე მისი სიძუნწის გამო. ამასთან დაკავშირებით ჰედი ამბობდა, უბრალოდ იმიტომ, რომ უბრალოდ ანსაცმელს ვატარებ და ქონებას არ ვხარჯავ კაბებში, ამბობენ, რომ უცნაური ან შეშლილი ვარ. თუმცა ჰედი გრინის სიმდიდრის გულმოდგინე დაცვას ბევრად უფრო მეტი უარყოფითი მხარე ჰქონდა. მას არ მოსწონდა თავისი ქალიშვილი სილვიას თაყვანისცემლები და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სილვია 30 გადაცილებულ ასაკშიც გაუთხოვარი დარჩენილიყო. ჰედის უკმაყოფილება იმ ეჭვში იყო დაფუძნებული, რომ ვინც მის ქალიშვილს ხვდებოდა, აუცილებლად მის სიმდიდრეს უმიზნებდა, რომლის დიდ ნაწილსაც სილვია ერთ დღეს მიიღებდა მემკვიდრეობით. ბოლოს ერთ-ერთმა თაყვანისცემელმა, მეთიუ ასტორ უილკსმა, მასთან შეხვედრა მოახერხა და მისი მოწონებაც დაიმსახურა. ძირითადად იმიტომ, რომ ის უკიდურესად მდიდარი ასტორის ოჯახის ერთ-ერთი უმცროსი წევრი იყო და თავადაც გარკვეული დამოუკიდებელი ქონება ჰქონდა. თუმცა სანამ სილვია და ის 1909 წელს დაქორწინდებოდნენ, ჰედი დაჟინებით მოითხოვდა, რომ მას ხელი მოეწერა შეთანხმებაზე, რომლითაც უარს იტყოდა სილვიის მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე. თუმცა უდავოდ, ჰედი გრინის ფულის ხარჯვისადმი უარისა და ქონების აგვიატებული დაცვის ყველაზე საშინელი ეპიზოდი მის შვილ ედვარდს, ანუ ნედს უკავშირდება, როცა ის ბავშვი იყო და ფეხი მოიტეხა. ჰედი არ იყო მზად ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურებისთვის გადაეხადა და ცდილობდა, რომ ნედი უფასო კლინიკაში მიიყვანა. თუმცა კლინიკის ადმინისტრატორებმა ის იცნეს და უარი უთხრეს მომსახურებაზე, რადგან იმ დროს უფასო კლინიკები მხოლოდ ღარიბებისა და დაბალი საშუალო ფენის წარმომადგენლებისთვის იყო განკუთვნილი. მაშინ, როცა უოლ-სტრიტის დედოფალს თავისუფლად შეეძლო ნიუ-იორკში საუკეთესო სამედიცინო მომსახურებისთვის გადაეხადა. ამ უარის მიუხედავად, ჰედი გადაწყვიტა შვილის ტრავმა თავად ემკურნალა. შემდეგ კვირებში ჭრილობა სწორად არ შეხორცდა და საბოლოოდ განგრენა განვითარდა. ნედს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა და შემდგომში კორკის პროთეზს იყენებდა. ამ შემთხვევის მიუხედავად, მოგვიანო წლებში დედასთან მუშაობდა და ჩიკაგოში მისი ბიზნეს საქმიანობისა და გადასახადების მართვაში გატარებული ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ ნიუ-იორკში დაბრუნდა. მან თავისი ბოლო თვეები მასთან ერთად გაატარა, ბოლოს და ბოლოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ჰქონდა. ის გარდაიცვალა 1916 წლის 3 ივლისს, 81 წლის ასაკში. იმ დროისთვის, როგორც ამბობდნენ, ის ამერიკაში ყველაზე მდიდარი ქალი იყო. მართლა, მისი ქონება, რომელიც ედვარდსა და სილვიას შორის გაიყო, სავარაუდოდ 100 მილიონსა და 200 მილიონ შორის მერყეობდა. ეს თანხა დღევანდელი ფულით დაახლოებით 2,5 მილიარდსა და 5 მილიარდ დოლარს შორის იყო. შესაბამისად, მარტივად შეიძლება ითქვას, ჰედი გრინი იმ დროს სავარაუდოდ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი იყო.
საინტერესოა, იპოვა თუ არა ოდესმეის 2 ცენტიანი მარკა. დედისგან განსხვავებით, ედვარდი ცნობილი იყო იმით, რომ სიამოვნებით ხარჯავდა თავის სიმდიდრეს და უყვარდა გართობა. მან არ დაიშურა მემკვიდრეობის ხარჯვა. მან ააშენა სასახლე Round Hill-ში, მასაჩუსეტსში, დააგროვა ცნობილი მარკებისა და მონეტების კოლექცია და კიდევ საზოგადოებისთვისაც გააკეთა რამდენიმე გულუხვი წვლილი. დედის მემკვიდრეობით ჰეთი გრინის ქალიშვილი სილვია ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქალად იქცა, ხოლო როდესაც მისი ძმა ედვარდი 1927 წელს გარდაიცვალა, მან თითქმის მთელი მისი ქონებაც მიიღო მემკვიდრეობით. სილვია გრინ ვილკს არ ყავდა შვილები და არც ახლო ნათესავები. ის გარდაიცვალა 1941 წელს და დატოვა ქონება, რომლის ღირებულებაც გადასახადების შემდეგ დაახლოებით $19 მილიონ შეადგენდა. თავდაპირველად მისი ანდერძი ვერ იპოვეს, მაგრამ საბოლოოდ ის თუნუქის კარადაში ჩადენილი აღმოაჩინეს. სილვიას უახლოესი გენეტიკური ნათესავი ბიძაშვილი ანდერჩი იყო ნახსენები და მას $5,000 დარჩა. მაგრამ მან სასამართლოს მიმართა და საბოლოოდ $140,000 მიიღო. მისი დანარჩენი ქონება კი საქველმოქმედო ორგანიზაციებს, სკოლებსა და საავადმყოფოებს შორის გაიღო. ამგვარად, საბოლოოდ Wall Street-ის ჯადოქრის დიდი ქონების დიდი ნაწილი, რომლის დახარჯვაც მასაჯო არ სურდა, სრულიად უცნობ ადამიანებს გადაეცათ. Hey მეგობრებო, იმედი მაქვს ვიდეო მოგეწონათ. დღევანდელი ვიდეო წაეგითხა მისტერ ნოქსმა. თუ საშიში ისტორიები მოგწონთ, შეგიძლიათ მედი ჩემი ნამუშევარი იქნახოთ. ბმულს აღწერაში იპოვით. მაგრამ ეხლა მადლობა თქვენ. გამოიწეეთ Forgotten Lives და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, როცა ჩვეულებრივი მთხრობელი დაბრუნდება.